მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია საფეხბურთო ისტორიული ვიდეო არ გადაგვიღია, მოდი რადგან აგვისტო მით უმეტეს 12 აგვისტო არის საქართველოში ისტორიული დღე, დიდგორობა, დიდგორის ბრძოლის დღე და თან ახლა სექტემბერში მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩებია და ეს ორი ისტორიული და საფეხბურთო მოვლენა როგორ გაგვერთინებინა, ვიფიქრე და მოვიფიქრე ასეთ რაღაცა, როგორი იქნებოდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში. ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება რუკა დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოსი და ფანტაზია, რა თქმა უნდა, საფეხბურთო ფანტაზია და მოდი ერთად ვნახოთ და შემიფასეთ ჩემს მიერ წარმოდგენილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დავით აღმაშენებლის პერიოდში. გამოიწერეთ არხი, სანამ ვიდეოს დავიწყებთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში ასევე რას ფიქრობთ ამ იდეაზე. დავიწყოთ. ავიღოთ ახლა ჩვენ რუკა, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით და დავხედოთ რუკაზე რომელი ქალაქებია. ამ ქალაქების მიხედვით მე შევადგინე უმაღლესი ლიგა, ანუ პრემიერ ლიგა, მთავარი ლიგა, სადაც 20 გუნდი ჩავსვი და არათუ ჩავსვი იქ რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალებიც ჩავუმატე და დავიწყოთ. პირველ ადგილზე გავიყვანე თბილისის გუნდი. ყველა გუნდს ექნება თავისი სახელი, არც ერთ გუნდს არ ექნება აი ესეთი სახელები როგორც არის დინამო, ტორპედო და შემდეგ, უბრალოდ თბილისი, როგორც არის ევროპაში მიღებული, ბარსელონა, პარიზი, მილანი და შემდეგ. არ არის საჭირო დამატებით სახელის მინიჭება. თბილისი უკვე საკმარისია. ასევე გუნდს ექნება ზედმეტი სახელი და ფერები, რა ფერებით იქნება წარმოდგენილი ესა თუ ის გუნდი საფეხბურთო მოედანზე იმდროინდელს. პირველ ადგილზე არის თბილისის გუნდი. ზედმეტ სახელი სახელოვანი შევარდნები, ანუ სახელოვანი შევარდენი, ხოხობით შეიძლება, მაგრამ შევარდენი ჯობია, ჩემი აზრით. ფერები თეთრი და წითელი. ეს გუნდი არის პირველ ადგილზე ჩვენს საფეხბურთო ჩემპიონატში. მეორე ადგილზე არის ქუთათისის გუნდი, ზედმეტ სახელით ლომის ღრიალი. მწვანე და ყვითელი ფერები შეუსაბამე ამ გუნდებით იქნებოდა, ამ ფერებით იქნებოდა წარმოდგენილი ეს გუნდი მოედანზე. მესამე ადგილზე, რა თქმა უნდა, ჭყონდიდის მარტვილის გუნდი, სადაც გაიზარდა დავით აღმაშენებელი და ზედმეტ სახელად იყოს ეგრისის სიბრძნე. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ჭყონდიდს ახასიათებს ისტორიულად. ფერები შესაბამისად მწვანე და ოქროსფერი. საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ ადგილზე არის ანაკოფიის გუნდი, ანაკოფია, და შეუსაბამე ესეთი სახელი ჯიქური ძალა, იქ ჯიქებიდან გამომდინარე, თან ჯიქი ცხოველიც არის, მეგრული გვარიც არის ჯიქია, იქ ჯიქები ცხოვრობდნენ, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე და მოდი ამ გუნდის სიმბოლოს იყოს ჯიქი და ფერები შავი და ოქროსფერი. მეხუთე ადგილზე გავიდა გუნდი დარუბანდი, ანუ დღევანდელი დერბენტი, რომელიც 12 შილო დაღესტნის ტერიტორიაზე, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა და ამ გუნდის ზედმეტ სახელი იყოს კასპიის კარიბჭის მცველები. კარიბჭე აქ ცხადია, შემთხვევით არ არის და ფერები მწვანე და შავი. მეექვსე ადგილზე ფოთის გუნდი, ფაზისის ლეგიონი, ფერები ლურჯი და ყვითელი. მეშვიდე ადგილზე, რა თქმა უნდა, ისტორიული ქალაქი მცხეთა, ზედმეტ სახელი ძველი ქალაქი, მეტი უფრო საინტერესო სახელი ვერ მოვიფიქრეთ, თქვენ თუ იდეები გაქვთ, ყველა გუნდზე დაწერეთ ხოლმე კომენტარებში. ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს მოუნდა ამ სახელების მოფიქრებას. ფერები იყოს ლურჯი და წითელი. მერვე ადგილზე არის ბათომის იმდროინდელი ბათომის გუნდი, შავი ზღვის ქარიშხალი, მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი ფერებით. მეცხრეზე კიდევ ერთი შავი ზღვისფერული გუნდი, ცხუმი, სოხუმის გუნდი, მფრინავი დელფინები, ცისფერი და ვერცხლისფერი ფერებით. არ დავტოვოთ თელავის გუნდი, ოქროს მტევნები, ესეთი ზედმეტ სახელი და ფერები მუქი, მწვანე და თეთრი. ნიკოფსია, როგორც იცით, საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო. ნიკოფსია დღევანდელ რუსეთის ტერიტორიაზეა, ველის ქორები, ესეთი სახელი მოვიფიქრე, მუქი ლურჯი და თეთრი. შემდეგი გუნდი უკვე დაუღლარჯერთან არტაანის გუნდი, მთის არწივები. აქ შეიძლება კიდე შეყვანა ლაზეთის გუნდების, მაგრამ ლაზეთის გუნდები მაშინ არ შედიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ტრაპიზონის და შემდეგ რიზეს გუნდები ვერ შევიყვანე, იმიტომ რომ არ იყო ლაზეთი მაშინ საქართველოს შემადგენლობაში, თამარის დროს იყო. არტაანი, მთის არწივები, მუქი, მწვანე და თეთრი ფერის. მე-13 ადგილზე დავაყენოთ ჩემპიონატში ხორნაბუჯი, კახური გუნდი, არწივის ფრთები,
იქ არწივები არიან ხოლმე ველებზე და მწვანე და იისფერი ფერებით გამოდის ხორნაბუჯი დავით აღმაშენებლის ჩემპიონატში. შემდეგ გუნდი სამშვილდე, ზედმეტ სახელი მტრის რიცხვა, ყავისფერი და ოქროსფერი ფერებით. შემდეგი გუნდი ოლთისი, სამხრეთის მახვილი, ვერცხლისფერი და წითელი ფერები. მე-16 ადგილზე აქ უკვე ცხილის ბოლოში, ანისი, უდაბნოს ქარიშხალი, მუქი წითელი და ყავისფერი. ეს დღევანდელი სომხური გუნდი. მე-17 ადგილზე ბაქო, აღმოსავლეთის ოსტატები, შავი და ყვითელი ფერები. მე-18-ზე რუსთავი, რუსთველის სიტყვა, შავი და მუქი წითელი. მე-19-ზე არ დავტოვეთ სვანური გუნდები ზოგადად ფეხბურთში არ ვიცი რამდენად ისტორიულად სვანური გუნდები მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ მოდი აქ ჩავსვათ. უშკულის გუნდი თეთრი მგლები, თეთრი და მუქი ლურჯი ფერებით. და ჩვენი ცხილის ბოლო ადგილზე ლორეს გუნდი, ციხის გუშაგები, ნაცრისფერი და ყვითელი ფერებით. ეხლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, სულ სად გადიან ამ ჩემპიონატიდან, რომელ ევრო თუ აზიურ ტურნირებზე გადიან ჩვენი გუნდები. უმაღლესი ევრო ტურნირი მოდი იყოს ჯვაროსანთა ლიგა, სადაც 5 გუნდი გადის ამ ჩემპიონატიდან. ამ შემთხვევაში პირველი 5 გუნდი ეს არის თბილისის ქუთაისი, ჭყონდიდი, ანაკოფია და დარუბანდი გადიან ჯვაროსანთა ლიგაზე. განსაკუთრებული წესი აქვს ამ ლიგას. სტუმრად გატანილი გოლი ითვლება 2 მაგად, ანუ 2 გოლად ითვლება, რადგან შორ მანძილზე მოგზაურობა და სტადიონამდე უსაფრთხოდ მიღწევა. რთული იყო, ასეთი წესები ჰქონდა ჯვაროსანთა ლიგას. იქ ემუქრებოდა ამ გუნდებს ზღვის მეკობრეები, მთის ყაჩაღები და ასე შემდეგ. ამ ლიგაში თამაშობდნენ სხვადასხვა ქალაქის გუნდები, ევროპული გუნდები, მათ შორის კონსტანტინოპოლი, რომი, ვენეცია, ტულუზი, პარიზი, გენუა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ჩანს, რადგან 5 გუნდი გადის საქართველოსდან, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მაშინ ძალიან მაღალ დონეზე იყო, რადგან 5 გუნდი საკმაოდ ბევრია. ამის გარდა, შემდეგი 3 გუნდი, ეს 3 გუნდი არის ფოთი, ცხეთა და ბათუმი, გადიან მიწვევით დიდი აბრეშუმის გზის თასზე. შორეული აღმოსავლეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოწვეული გუნდები თამაშობენ ამ ჩემპიონატში და მათთვის ვინც ჯერ არ იყო ჯვაროსანთა ტოპ ლიგაში, მათთვის იყო შექმნილი ეს ტურნირი, დღევანდელი ეგრეთ წოდებული ევროპის ლიგა ფაქტიურად ესე გამოდის. მონაწილეები ქართული გუნდების გარდა შეიძლება ყოფილიყო პერსეპოლისი, ბუხარა, სამარყანდი, სირიის და ერაყის ქალაქები და სხვა. ეს 8 გუნდი. ამის გარდა კიდე არსებობდა შავი ზღვის ლიგა, მაშინდელ საფეხბურთო სამყაროში. ეს ტურნირი იყო ძირითადად პორტების და სანაპირო ქალაქების შეჯიბრება. მიზანი იყო ვაჭრობის კონტროლი და დიპლომატიური გავლენების გაძლიერება და განსაკუთრებული იმ ჩემპიონატში, იმ ლიგაში ის იყო, რომ მატჩების დიდი ნაწილი ტარდებოდა მე-12 საუკუნის დროინდელ პორტებში, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. საფეხბურთო გუნდები, რომელიც მონაწილეობდნენ ამ საფეხბურთო ჩემპიონატში, იყვნენ საქართველოსდან გითხარით, ფაზისი, ბათუმი, ტრაპიზონი, ნიკოფსია, სინოპი, სოხუმი, სხვა ჩრდილოეთის და დასავლეთის ზღვისპირა ქალაქები და ასე შემდეგ. მოკლედ ზღვისპირეთის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო იმ დროინდელ მსოფლიოში. ახლა მოდი ვისაუბროთ ქართულ გუნდებზე, რომელი ქართული გუნდები რა ძალას წარმოადგენდა. თბილისი ყოველთვის, რა თქმა უნდა, იღებდა კვალიფიკაციას ჯვაროსანთა ლიგაზე ძირითადად, რადგან იყო პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი, დიდი ფინანსების მქონე, მრავალფეროვანი სხვადასხვა ერები ცხოვრობდნენ და შესაბამისად საფეხბურთო გუნდიც ძალიან გამართული და ძალიან ძლიერი იყო დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოში თბილისური საფეხბურთო გუნდი. ჭყონდიდი ასევე ხშირად ხვდებოდა ტოპ ტურნირებზე, რადგან იქიდან მოდიოდა ძლიერი საგანმანათლებლო ელიტა, რომელიც გუნდის მორალს აძლიერებდა და შესაბამისად ჭკვიანურად მართავდნენ მმართველელები თავიანთ საფეხბურთო გუნდს და ხშირად ხვდებოდა ტოპ ტურნირებზე ჭყონდიდიც. ასევე ბათუმი, ფაზისი, სოხუმი ან ცხუმი, ასევე ქუთაისი, ასევე სხვა დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული გუნდები, თელავი და ამ შემდეგ უპირატესობას იღებდნენ თავიანთი ცენტრების გამო, კულტურული და პოლიტიკური ცენტრების გამო. ამის გარდა ბათუმს, ფაზისსა და ცხუმს უპირატესობა ის ჰქონდა, რომ საზღვაო გზებით მოგზაურობა შესაძლებელი იყო ამ ქალაქებში, იყო პოპულარული ქალაქები და იქ ხშირად იყვნენ უცხოელი ვარსკვლავები, საფეხბურთო ვარსკვლავები, მე-12 საუკუნის უცხოელი საფეხბურთო ვარსკვლავები მოწვეული. რაც შეეხება ვინ ფლობდა ისტორიულ კლუბებს. იმდროინდელი გუნდები ეკუთვნოდათ მეფეს და თავადებს, არ გაგიკვირდათ ალბათ თუ გითხარით, სასახლის გუნდებს ეძახოდნენ.
ძირითადად კლუბები, ძირითადად საფეხბურთო კლუბებს. ამის გარდა იყვნენ სავაჭრო გილდიების მფლობელობაში მყოფი გუნდები, მოქალაქეთა გუნდები, ეგრეთ წოდებული, როგორც არის დღეს გერმანიაში გუნდების უმრავლესობა, სადაც ხალხი ფლობს გუნდებს. ანუ შევთანხმდით, მეფე და თავადების გუნდები, სავაჭრო გილდიები, მოქალაქეთა გუნდები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფან კულტურას, როგორი ფანები ყავდათ გუნდებს. გულშემატკივრობის სტადიონზე რა თქმა უნდა მოქონდათ დროშები და რაც დამახასიათებელი იყო მოქონდათ საომარი ფარები, რომელზეც რა თქმა უნდა პირდაპირ ჯავშნებზე იყო მოხატული გუნდის ფერები, ლოგოები და გულშემატკივრო ატრიბუტიკა იყო სწორედ ასეთი. ბუკი, დოლები, რა თქმა უნდა იყო აუცილებლად სტადიონზე, ორკესტრი, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში, საფეხბურთო მატჩის განმავლობაში უკრავდა და ამხნევებდა თავიანთ გუნდს. და მატჩის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს, თუ გაიმარჯვებდა მასპინძელი გუნდი, ქალაქში ხდებოდა პურისა და ღვინის კარვების ქუჩა, სადაც მიდიოდა молხენა მთელი ღამის განმავლობაში. ეხლა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ისტორიამ შემოინახა ამ საფეხბურთო ჩემპიონატიდან. ერთხელ, როგორც ჩანს, თბილისში შევარდენმა უმასპინძლად დარუბანდის დერბენტის გუნდს და მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კავკასიის მთები თურმე როგორც ისტორია ამბობს, თოვლმა ჩახერგა და სტუმრები მხოლოდ თამაშის დაწყების დღეს მისულან არაგვის გავლით სტადიონზე. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხენებით ჩასულან სტადიონზე და ბუცების ნაცვლად, როგორც ისტორიკოსი წერს, ფეხზე ტყავის ჩექმები ეცვათო და მაინც თამაში ფრედ 2-2 დასრულებულა. კიდე იყო მსგავსი ამბები, უშგულის საშინაო მატჩები ხშირად თოვლში ტარდებოდა. ერთ სეზონში, მე-12 საუკუნეში თოვასა და ქარბუქში გოლი ერთ თამაშში ვერ დაუნახია ვერავის და ამბობდნენ მსაჯმა მხოლოდ მას შემდეგ ჩათვალა გოლი, რაც ბურთის კვალი შეამჩნია და ასე მიიღო გადაწყვეტილებაო, ამბობს ისტორიკოსი. იმასაც ამბობდნენ, ერთხელ ნიკოფსიელები პირველ ტაიმში 0-3 აგებდნენ, მაგრამ ზამთრის ქარი მოულოდნელად შეიცვალა და ყველა ბურთი შემდეგ მეტოქის კარში გადიოდაო. თამაში 4-3 მოუგიათ ნიკოფსიელებს, თუმცა ამ ისტორიას განსხვავებულად ყვებოდნენ ნიკოფსიელები თვითონ. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ანისელებმა მოიფიქრეს, ანის ვეთამაშებოდი და მათი მოფიქრებულია ეს ამბავიო. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ უნდათ გაემართლებინათ, რატომ მოუგეთ 4-3 მათ გუნდს, როცა 3-0 ვაგებდითო და სინამდვილეში ობიექტურად გაიმარჯვა ნიკოფსიამო, ამბობდნენ ნიკოფსიელები. ასევე ერთ თამაში თურმე სამშვილდეს გუნდს ხელში დაუჭერია გრძელი მშვილდები და ამ გრძელი მშვილდებით და შუბებით გამოსულან მოედანზე და როგორც ჩანს, შუბებმა და მშვილდებმა ფსიქოლოგიური ზეწოლა ამდვილად მოახდინა მეტოქეს გუნდზე, მოუგიათ 5-0, თუმცა სწორედ მაგ თამაშის შემდეგ აიგზალა იარაღით მოედანზე გასვლაო წერს ისტორიკოსი და მას მერე სამშვილდეც ფლად მაღალ ადგილებს ვერ იკავებდა პირველობაზეო, ამბობს იმდროინდელი სპორტული მიმოხილველი ისტორიკოსი. ასეთი იყო ეს ამბები, მეგობრებო, შევეცადე მესაუბრა ამ თემაზე, თქვენთვის მეჩვენებინა მე-12 საუკუნის საქართველოს საფეხბურთო სამყარო. დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქის გუნდი დავამატოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ჩემპიონატის მეორე უფრო დაბალი ლიგა. ასევე დაწერეთ კომენტარებში, რომელი საუკუნის ქართულ ჩემპიონატზე გავაკეთოთ მომდევნო ვიდეო. რადგან ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის და ვიდეოს დალაიქებისთვის.